იცოდი, რომ ძილის ჯანმრთელობაში გამოქვეყნებულმა კვლევამ შეისწავლა შუადღის ძილის პოზიტიური გავლენა ტვინის სტრუქტურაზე და შემეცნებით უნარზე. მოდი ერთად წავიკითხოთ. დიდ ბრიტანეთში 378,000-ზე მეტი ადამიანის გენეტიკური მონაცემების ანალიზის შედეგად მკვლევარებმა აღმოაჩინეს, რომ რეგულარულად შუადღის ძილისკენ გენეტიკურად მიდრეკილ ადამიანებს ჰქონდათ საკმაოდ დიდი ტვინის მოცულობა, რაც ტვინის უფრო ჯანსაღი დაბერების მაჩვენებელია. განსაკუთრებით შთამბეჭდავია ის, რომ ტვინის მოცულობის ზრდა დაბერების დადგენილი ნიმუშების საფუძველზე ტვინის დაბერებას ანელებს დაახლოებით 2.6-დან 6.5 წლამდე. მიუხედავად იმისა, რომ შუადღის ძილსა და მეხსიერებას შორის მიზეზობრივი კავშირი არ აღმოჩნდა, ტვინის მოცულობა კოგნიტური მდგრადობის კარგი მაჩვენებელია. ეს ნიშნავს იმას, რომ შუადღის ძილს შეიძლება ჰქონდეს დამცავი როლი. სამყაროში, სადაც საკმარისად არ ვაფასებთ ძილს, ეს კვლევა მას ბიოლოგიურად მნიშვნელოვანს ხდის. ეს არ არის სიზარმაცე, არამედ ეს არის ასაკთან ერთად ტვინის ჯანმრთელობის შენარჩუნების პოტენციური სტრატეგია. თუ გინდა რომ მაქსიმალური სარგებელი მიიღო შუადღის ძილისგან, დაიძინე 10-20 წუთის განმავლობაში. 20 მაისს გაიმართება მასტერკლასი თემაზე წონის კლების რეალური გზა. თუ გსურს დაიკავო შენი ადგილი, დაწერე კომენტარებში რიცხვი 49 და გამოგიგზავნი დეტალებს.